1001 ღამე. გოგონებო, კარგად იყავით. მართლა მიდიხართ ბატონო ალი ქემალ. გოგონებს თქვენ გაბარებთ. ყურადღება არ მოაკლოთ, კარგი? თხოვთ. საპატარძლო კაბა უკვე შეარჩიე შახრაზად. ჯერ არ შეგურჩევია. დროს რატომ კარგავთ? ახლავე უნდა შევუკვეთოთ. ქორწილი ხომ ივნისშია. ვერ მოასწრებთ, ქსოვილი უნდა აარჩიო მოდელი, სანამ შეკერავენ. ყველაფერს დრო სჭირდება. გისმენთ ქალბატონო როხაიათ? იმედია მოკლე დროში მოასწრება. თუ რამე განსაკუთრებული შეკერვა არ გინდათ, ჩემს მკერავს გაგაცნობთ. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. ქალბატონი შერმინი ძალიან კარგი მკერავია, საპატარძლო კაბებს არაჩვეულებრივად კერავს. გასაგებია, საფრანგს დაიცადონ. ონურის თოლისთვის კაბის შეკერვა ძალიან გაახარებს. ხომასია ონურ. გისმენთ რა თქვით? ქალბატონ შერმინზე ვამბობ, ჩემს მკერავზე. ძალიან გაუხარდება შენს ცოლს კაბას თუ შეუკერავს. ო, მაგრამ იქნებ შაჰრაზად სხვა მკერვთან უნდა შეკერვა. არა, არ მინდა. შვენიერია. მაშინ ქალბატონ შერმინს დაველაპარაკები. თქვენთან საუბარი სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ. დედა კომპანიაში დღეს მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ქერემიც ხომავდა. შენ წადიშვილო. მე და ქალბატონი შაჰრაზადი საუბარს გავაგრძელებთ, კარგი? დიახ. რა თქმა უნდა. კარგი, როგორც გინდათ. ავაც უნდა დავლიოთ. ნაპატიეთ უნდა წავიდე. დროებით. გმადლობთ. ებრალოდ მიირთვით. პირველად დავსჭით მარტო. დიახ. აქამდე ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. არაუშავს ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გვექნება ერთად ყოფნის შესაძლებლობა. იმედი. თქვენი და ონურის დაქორწინება ჩემთვის სიურპრიზი იყო. არ დაგიმალავთ. ჯერ ამ აზრს ვერ შევეგუე შაჰრაზად. ხდები. ჩვენ განსაკუთრებულ წრეს ვეკუთვნით. ყველა გვაკვირდება. მაგრამ ონურს გაუმართლა, რომ თქვენნაირი განათლებული, პროფესიონალი, წარმატებული ლამაზი ქალი მოხავს ცოლად. ონურის ცოლობას ნამდვილად იმსახურებთ. ონურის მამას, მუჰსინ აქსალს.
ჰოლდინგ ბინიაფის დაარსების პირველ წლებში პრობლემები ჰქონდა. რა თქმა უნდა, როგორც მატერიალური, ისევე მორალური პრობლემები. ჩვენ ერთად დავძლიეთ. ჰოლდინგმა უამრავი განსაცდელი გამოიარა და აქამდე მოვიდა. წარმომიდგენია. აქსალის გვარის ტარება ადვილი არ ყოფილა. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. თქვენ კი, როგორც ონურის მეუღლე, ბინიაფის ჰოლდინგის ოჯახის წევრი გახდებით. რა თქმა უნდა, თქვენი შვილიც. მნიშვნელობა არ აქვს, აქსალი იქნება თუ არა. კარგად ხვდები, რის თქმას ცდილობთ, ქალბატონო ფერიდე. თუ ნებას მომცემთ, პირდაპირ გეტყვით. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი ევლია უღლოა და ყოველთვის ევლია უღლო იქნება. ჩემ შვილს არც ონურის გვარი სჭირდება და არც ბინიაფის ქონება. გარწმუნებთ, მე ონურს მივყვები ცოლად და არა ბინიაფი ჰოლდინგს. არც მე და არც ჩემ შვილს არ გვჭირდება ის ქონება, რომელიც არ დაგვიმსახურებია. არც არასდროს მოგვინდება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ზედმეტი საკიდე არის? მაღლა არც ფაბრიკაში წახვალ? არც ფაბრიკაში და არც მაღაზიაში. ამირდენ შენ გვერდით ვექნები ჯანსა. ბავშვებს რას უპირებ? წავალ და მოვინახულებ ხოლმე. გამოსავალს ვიპოვე. შენ ამაზე არ იდარდო ჯანსელ. უნდა დაისვენო. მეშინია ალი ქემალ. შენი დაკარგვის მეშინია. ნუ გეშინე. მუდამ შენ გვერდით ვექნები. Hani hep yanımdaydınız. თქვენ არ მეუბნებოდით, სულ შენ გვერდით ვიქნებით, მუდამ ხარში დაგიდგებითო, მამა? ეს სარიელი სიტყვები იყო? Laf olur mu? რას ამბობ, შვილო, რა თქმა უნდა შენ გვერდით ვიქნებით. ჰიუსონ, შენ ჩვენი ქალიშვილი ხარ და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ უბედურები ხართ, შვილო. როდესაც ოჯახში სიმშვიდე არ არის, გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. Çare beni გამოსავალი ალი ქემელთან დაშორებაა, მამა? თქვენგან ამას არ ველოდი. განქორწინებას არ გთხოვთ. ჯობს გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე იყოთ, ვნახოთ, დრო რას გვიშვენებს. სამწუხაროა. Ali იმის მაგივრად, რომ მალი ქემალის სახლში ყურით მოათრიოთ, გადაწყვიტეთ განგვაქორწინოთ. რომელ მშობელს უნდა რომ შვილს ოჯახი დაენგრეს, რძალო? გონია ჩვენ არ გვინდა რომ დაბრუნდეს. როცა დაბრუნდა, რა შეიცვალა? სიმშვიდე მოიპოვა? ben Ali ალი ქემალს რით დავურღვიე სიმშვიდე, მამა? dostunun საყვარელთან იყო, მე ხმა არ მომიღია, ჩუმად ვიყავი. ალი ქემალს გავშორდები. ის კი Ali Kemal'den boşanıp იმ კახბას მოიყვანს ცოლად. sıkılmadan ეს გინდათ? suyla evlenip მოგეწონებათ საყვარელზე რომ დაქორწინდეს. hoşunuza gidecek. ხალხს რას ეტყვით? Oğlunuzun dost hayatı yaşadığı როგორ შეხედავთ ხალხს თვალებში? mi? Ne diyeceksiniz millet? რას იზამთ? ეგ არ მოხდება. Nasıl olmayacak bak? როგორ არ მოხდება, მამა, როგორ? Hayır. არა, Ali Kemal ალი ქემალს დიდხანს მოუწევს ლოდინი. o şırfıntısı ვერც მისი საყვარელი მიაღწევს საწადელს. ölürüm de მოვკვდები და არ გავშორდები. მართალია, ბატონო ბურხან. როგორ მოვიქცეთ ქალბატონო ნადიდე? სახლში დაბრუნება რომ მოთხოვოთ და თავი მოიკლას? როგორ ლაპარაკო, ბატონო ბურხან? Babam yine mi? მამა ისევ წავიდა განი? ამაზე არ იფიქროთ, პრინცესა. Babam დედა და მამა მართლა გაშორდებიან?
საიდან მოიტანე? მსგავსი არაფერი მოხდება. მოდი ვითამაშოთ. კარგი? მონოპოლია ვითამაშოთ, კარგი? არ დაშორდნენ, მინდა მუდამ ერთად ვიყოთ. რას ამბობ ძვირფასო, ეგ არ მოხდება. Babam gider მამამ ნივთები აიღო და წავიდა. almış. კარგი, ნუტერი. ონურ ქორწილის სამზადისი როგორ მიდის თარიღი დანიშნეთ? დიახ, 16 ივნის გვექნება. ივნისი. ქორწილისთვის არაჩვეულებრივი დროა. სად უნდა გადაიხადოთ? ეგ ჯერ ვერ გადავწყვიტეთ. სახლიც აგირჩევიათ. უკვე ყველაფერი გწონია და იდასევალ. ბეთულმა მიამბო. თქვენი ამბავი ძალიან უხარია. საპატარძლო კაბა უკვე შეარჩიეთ? იღავით მკერავთან. ჯერ არა. დედას უნდა რომ კაბა თავის მკერავ შეაკერინოს, მაგრამ ნახოთ. გალბატონ შერბინს არაჩვეულებრივი მკერავია. მე წავალ დავისვენებ. აპატიეთ. დაისვენე ქერემ. გვაპატია შეგაწუხეთ. Kusura bakma. Biz de kalkalım. ხომ არ წავიდეთ? დიახ. Biz kalkalım. ჩვენ წავალთ და იდასევალ. Abla hadi gel. და მოდი ვახშა მიმზადა. Sen ye ben შენ ჭამე მე არ მინდა. უნდა მოხვიდე. ქათამი გებრიელთ მოგიმზადე. ნუ დაიჟინე მელე კარ შევჭამ. Kerem Bey aradı. ბატონ ქერემს დაურეკე. არა, არ დამირეკავს. რატომ ეკითხები? ძალიან ცუდადაა, დღეს სამსახურში არ მოსულა. Ya abla ne oldu? და რა მოხდა? Konuşalım. არ გინდა ვისაუბროთ. Konuşacak bir şey yok. სალაპარაკო არაფერია. მე და ქერემი დავშორდით. რატომ? Bitti. არ გამოგვივიდა. ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. რატომ? ამის გამო? Abla akıllan და დაჭკვიანდი დარცამით ნუ იკლავ. Sever, დედასეული ძალიან აქტიურადაა ჩართული ჩვენი ქორწილის სამზადისში. sever o düğünü. ქორწილები ძალიან უყვარს. Annem gibi değil. დედას არ გავს. Düğünü ქორწილის ორგანიზება მას რომ თხოვოთ ძალიან გაუხარდება. sever aslında. Neyim var? რა დაგემართა? Bir şeyim yok. არაფერი. რატომ ეკითხები? Hiç. რა ვიცი, Durgun. მოწყენილი შენ ხარ. Yo iyi. არა, კარგად ვარ. Bir şey mi söylüyorsun? დედავისემ რამე გითხრა? Hayır canım. არა ძურფას. რა უნდა ეთქვა? Ne yaptınız მე be? რომ წავედი რა გავაკეთეთ? რაზე ილაპარაკეთ? Neler konuştunuz? Hiç. არაფერზე. Öyle havada. უბრალოდ საუბრობდით. Nasıl yani? როგორ თუ არაფერზე? Bildiğin şeyler. სერიოზულზე არაფერზე გვისაუბრია. ქორწილის სამზადისა და ღელვარებაზე ვილაპარაკეთ. შა. შველა. სიცხე მისევ აგიწია. შა. ბოდავ. შეჰრაზად. შეჰრაზად. მე შენ მიყვარხარ. Gir. შემოდით. Nedir bu? ეს რა არის? Evlilik. საქორწინო ხელშეკრულება. Evlilik sözleşmesi. ხედავ რომ საქორწინო ხელშეკრულება ვერ ხვდები რატომ მოიტანე? Onu sor. ონორ შეგიძლია დამშვიდე. Ne demek oluyor? ეს რას ნიშნავს შაჰრაზად? Dinler misin? გთხოვ მომისმინო. Bak ben. ვიცი ვის მიყვები ცოლად. Yarın öbür. არ მინდა ვინმემ არასწორად გაიგოს. გთხოვ, მეც გამიგე. Ne olur anla beni.
Kim bizi არასწორად ვინ უნდა გაიგოს? Onur büyük. Onur, nu აზვიადებ. Bak. თუ ამ ხელშეკრულებაზე ხელს მოაძერ, ბინიაფიში არც მე და არც განს არანაირი უფლება არ გვექნება. არ მინდა მომავალში უთანხმოება მოხდეს, ეს ნამდვილად ჯერ კითხვაზე მიპასუხე. ვინ უნდა გაგვიგოს არასწორად? ვინ უნდა დაგვირღვიოს სიმშვიდე? ბინიაფის ერთადერთი მფლობელი შენ ხომ არ ხარ? პარტნიორები ყავს. Kerem Bey. ჩემი პარტნიორი ქერემია. ქერემი გამიგებს არასწორად. Kerem Bey. მხოლოდ ბატონი ქერემი არა. Burak Bey var. ბატონი ბურაქით შენი პარტნიორია, ქალბატონი სევალიც. ეს დედა მოიფიქრა რა. არა, ის არაფერ შუაშია. შაჰრაზად. Onur gerçekten. Onur მართლა არაფერ შუაშია. მე მოვიფიქრე. Sen bunu თუ ამას ხელს მოაძერ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. შაჰრაზად. მისმინე. Biz seninle მე და შენ ქორწინდებით. კომპანიას კი არ ვაღალიებთ. hayatları ცხოვრებას ვუკავშირებთ ერთმანეთს. sen შენ, ქანი და მე ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით. aile sözleşme ოჯახი ხელშეკრულებებით არ იქმნება. elbette. ხო, მაგრამ არაერთხელ გითხარი. benim olan ის რაც მე მეკუთვნის შენიცაა. her şey ყველაფერი შენია. buna hayat. ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. Bir daha da მეორე და სთის სურვილის მოსმენა აღარ მინდა. ახლა ეს აიღე şimdi al yırtın. და დახიე. Hadi. მიდი. Uyandın mı? გაიღვიძე? ო, Dün gece yine თუ ხელს სიცხე მისე ვაგიწია. მართლა, Farkında არ ვიცი. şimdi iyiyim. ახლა კარგად ვარ. Merak ნუ etme. ხელა. gece boyunca მთელი ღამე ბუდობდი. Ne dedim? რას ვამბობდი? Kim bilir neresi? ვინ იცის რა სისულელეები ვილაპარაკე. İyiyim anne. კარგად ვარ დედა. Hadi. სიცხემ დამიწია. Kerem, კერემ, Neslihan გახსოვს დეიდან ნესლიხანი ბიძია ნიხაც რატომ დაშორდა? İslam. დეიდან ეს ლიხანი, Nihat ნიხაც მისი პარტნიორის მეუღლე შეუყვარდა. Anne. დედა გთხოვ, Hastalık. ავად მყოფობაზე ვსაუბრობდით. ეს სულელური თემა რატომ წამოჭერე? მისი გრძნობების შესახებ რომ გამჟღავნდა. enişten საშინელება მოხდა. söndür diye tutturdu. ბიძა შენმა დაიჟინა. Benden ayrıldı. სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანიაო და დეიდა შენს გაშორდა. Mutlu olamadı. იცი ბოლოს რა მოხდა? Dostluklar bozuldu. არავინ არ იყო ბედნიერი. კომპანია საბოლოოდ დაიშალა. მეგობრები დაშორდნენ. თვალებში ვეღარ უყურებდნენ ერთმანეთს. Sen de რისი თქმა გინდა დედა? açık. შეგიძლია pirდაპირ მითხრა. Değmedi oğlum. არ ღირს შვილო. გრძნობების აყოლა Her şeyi yıkmaya და ყველაფრის განადგურება არ ღირს. Nereden? დედა ამას რატომ ამბობ? რაზე ფიქრობ? aşk çok çirkin სიყვარული ტკივილს გვაყენებს. ama yanlış aşkı მით უმეტეს აკრძალული სიყვარული. ödemeye değer. ამად არ ღირს. Bu arada დარწმუნებული ვარ, Bennu'nun ვენუს ფოტოებს ლოგიკური ახსნა მოეძებნება. ben bu hadiseyi მე ის შემთხვევა უკვე დავივიწყე. შენც დაივიწყე. Ne dediysen? ვერაფრით დავარწმუნე ბატონო ბურხან. Kadın Nur. ხალი უარს ამბობს. ბინას არ გვიფორმებს. Evin tapusu benim üstüme. Vermem diye. როგორც უკვე მიხვდით, თავისი ნებით არ მოგცემს. Başka bir სხვა გზის გამონახვას თუ მოისურვებთ მითხარით. რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებ. თავიდანები გქონდეს. ნუ იწვალებ. რას გულისხმობთ? აღარ მიხვიდე. ბინა მას დარჩეს. რას ამბობთ ბატონო ბურხან? ის ხომ თქვენ გეკუთვნით? იმ ხალხს რატომ უნდა მისცეთ? თავიდანები მეთქი. Emin misin? დარწმუნებული ხართ? Peki. კარგი. Nasıl როგორ istersen. გენებოთ? İyi günler. ჯანსელ, რა? აქეთ რომ მოვდიოდი, ქვედა ქუჩაზე გასაქირავებელი საწყობი დავინახე. რა საწყობი? საწყობი გჭირდება. აქაურობა ძალიან პატარაა. მაღაზიაში პროდუქცია ვერ ეტევა, ამიტომ მეტ პროდუქციას ვერ ვიღებთ. ხვალ წავიდეთ და ვიქირავთ. ალი ქემალ. რა? Bak bizim buradan მის მინე ხომ იცი რამდენი გვაქვს შემოსავალი? რას გულისხმობ? თავს ძლივს ვირჩენთ. yani ძველებურად ვეღარ იცხოვრებ. შენ მოსამსახურეები ყავდა მძღოლები, ამ მაღაზიაში ვერ გამდიდრდები. გონია სიმდიდრე მაინტერესებს ჯანსელ. ფულიან სახლები. თავარი ქონება კი არა სიმშვიდეა. ამ ქვეყნად შვილებისა და შენ გარდა.
არავინ მაინტერესებს. სხვა სიმდიდრე არ მინდა. მხოლოდ ეს მჭირდება. ჩემო ძვირფასა. ძალიან მიყვარხარ. ბავშვი შვილო, შენ რატომ წვალობ? ნიმეთი გააკეთებს. არა ვაშოს დედა, მინდა სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება. თორემ ბევრი რომ ვიფიქრო შეიძლება გავგიჟდე. Piosu, არ გინდა. ასე ნოდარდობ. დრო ყველაფრის მკურნალია. მიუშვი თავის ნებაზე. თავის ნებაზე რომ მიუშვა გამშორდება. ასე მარტივად არაა საქმე. როგორც უკვე გითხარი, სჯობს ცოტა მიუშვა. ნახავ, გონს მოეკება. არ ენერვიულო დედა. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. კიდევ ერთხელ ვამბობ. უკვე მივიღე გადაწყვეტილება ალი ქემალს არ გავშორდები. კარგი შვილო, არ გაშორდე. არც ბავშვებს ვაჩვენებ. ალი ქემალს გავტანჯავ. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მას უნდა. ვანანებ. შვილებს არ ვაჩვენებ. არ მივცემ მათი ნახვის უფლებას, არა. მარა რას ნიშნავს ბავშვების ნახვის უფლებას არ მისცემ? რას ამბობ? ალი ქემალს უფლება აქვს ბავშვები ნახოს? აქვს. შენ თუ ბავშვების დედა ხარ, ალი ქემალი მათი მამაა. ქმრის გამწარებაზე ფიქრს, ჯობია ბავშვებზე იფიქრო. საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. საკუთარ თავში დამნაშავეს რატომ არ ეძებ? გამარჯობა დედა. ონორ, რა სიურპრიზია შვილო. მიხარია შენი ნახვა, ჯაის სვამდი. რამეს ხომ არ შეჭამ? არა, არ მინდა. ნეზიხე, ბატონი ონურისთვის ფინჯანი მოიტანა. დედა, არაფერი მინდა მეთქი. ჩაის დასალევად კი არა, დასალაპარაკებლად მოვედი. შაჰრაზადს რა უთხარი? ქალბატონმა შაჰრაზადმა ჩვენი საუბრის შესახებ გიამბო? არა, ძალიან თხოვე, მაგრამ არაფერი მიამბო. ცოცხალია. საქორწინო ხელშეკრულება შენი იდეა იყო? საქორწინო ხელშეკრულება? ხო, შენ უთხარი შაჰრაზადს ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. არა, მე არაფერი მithქვამს. მაგრამ სწორად მოგცაულა. ოჩახ. დედა. ონურ, გთხოვ. სიყვარულმა ასე როგორ დაგაბრმავა? თანახმავარ სიყვარულით დაბრმავებულმა ვიარო. სისულელეს ნოამბობ. შენ ჰოლდინგ ბინიაფის ერთ-ერთი მმართველი ხარ. შენს ქონებაზე რომ ფიქრობდე, მიხვდებოდი ქალბატონ შაჰრაზადს. რატომ უნდა ქორწინების ხელშეკრულება და მე რატომ ვღელავ ასე? შენი არ მისმის დედა. შვილო, ახლა შეყვარებული ხარ. მომავალში სიყვარული გაქრება. წინასწარ ხომ არ იცი რა მოხდება? შენ ძალიან მარტივად უყურებ ცხოვრებას. შენი ქორწინება ბინიაფის კომპანიაზეც მოახდენს გავლენას. არ მინდა უბედური იყო. დაფიქრდი შვილო. ძალიან ბედნიერი ვიქნები დედა. შეიძლება გაგიკვირდეს კიდეც ისეთი ბედნიერი ვიქნები. თავარია ჩემ ცხოვრებაში არ ჩაერიო. ონურ, გთხოვ. ასე მხოლოდ შენს საკეთილდღეოდ ვიქცევი. როცა კი ჩემს საკეთილდღეოდ იქცევი, მუდამ უბედური ვარ. შენი აზრით ეს ნორმალურია? ზედმეტი მოგდის. მალე მიხვდები რომ მართალი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი ვარ, ძალიან გინდა მართალი აღმოჩნდე, არა? ო, მართლა. შაჰრაზადმა ძალიან თხოვა, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოვაწერე. მინდოდა გცოდნოდა. შაქშაქრი არის ავადიყო? ხო, მაგრამ ძაბლები მიიღო ჭამა და სწრაფად გამოჯამრთელდა. ახლა კი ძალიან კარგადაა. ახლა რამე ხომ არ ტკივა? რატომ უნდა სტკიოდეს? ორივე ერთად დასხედით, ჩვენ ხომ მძიმეები ვართ? ასე რომ იყოს მეტყოდა. შენ ჩადი, მე და ქაანი ვისეირნებთო. კარგი. გთხოვ შვილო, რამდენიმე დღე დარჩი. კარგად ვარ დედა. აქ თავს ცუდად გრძნობ. რას ამბობ დედა, ძალიან კარგად მივლიდე. დიდი მადლობა. მაშინ ცოტა ხანს კიდევ დარჩი, გთხოვ. მარტო დარჩენა მინდა დედა. გთხოვ. კარგი.
დედა შეიძლება კარტოფილი კიდევ ჭამო? Tabii oğlum. რა თქმა უნდა, შვილო. აი, შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა. შენ დაიწყე. Kaan. კან, Biz sana რაღაცის თქმა გვინდა. Onur abi მე biz და ბიძია ონური დაქორწინებას აპირებთ? nereden biliyorsun? საიდან იცი? ვიცი, Nereden? როგორ მიხვდით ძვირფასო? შენ დედა გიყვარს, დედას კი შენ უყვარ ხარ. მე? რაც აუყვართ, მაშინ ქორწინდებიან. აქედან ვიცი. ამიერიდან მამა ჩემი ბიძია ონორი გახდება? O ასე არა, კან. şey değil. Kaan. მამა შენი ახმედ ევლიაოღლუ იყო. Ahmet Evliya oluyor. შენ მისი შვილი ხარ. Sen onun oğlusun. Baban მამა seni- შენს ძალიან უყვარდი. Ben de seni çok. მე ძალიან მიყვარ ხარ. Ama eğer istersen თუ გინდა შეგიძლია. bana Mama da da mizahı. yapabilirsin. İster misin? გინდა? ხო. Oğlum ჩემო ბიჭო. როგორ არის? ცოტა დამშვიდდა? ნარა ისე ვისია. ღმერთო შენ დაგვეხმარე. გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს. დაგვეხმარე. განი, შემოდი. როგორ ხარ? როგორ ვიქნები? ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. ასე ძალიან უგანიცდი. ყველაფერი მოგვარდება. უკვე ვეღარ ვუძლებ. კარგი. ნუ ღელა. მალე კარგად იქნები. შემოდით. Merhaba. გამარჯობა. შემოდი ბენო. შეიძლება ვისაუბროთ? რა თქმა უნდა, შემოდი. რა მოხდა? ბინიაფიდან მივდივარ ბატონო ქერემ. ნუ სულელობ. სამსახურიდან წასვლის განცხადება დავწერე, ხვალიდან მივდივარ. ბენო, სისულელეს ამბობ. სამსახურიდან ვერ წახვალ. როდიდან გავხდი ბატონი ქერემი და თქვენობით რატომ მომართავ? არ მინდა პრობლემები შეგიქმნა. არც მიქმნი პრობლემებს. ქერემ, ჩემი სისუსტის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდი, აღარ მინდა. რას გულისხმობ? ისე წახვალ თითქოს არაფერი მომხდარა? ჩვენ შორის მოხდა რაღაც. ხოლო ცუდი მოგონებები დაგვრჩა. კარგი მოსაგონარი არაფერია. ბენო, ქერემ გთხოვ, ბევრი ვიფიქრე. ვეღარ ვუძლებ. ძალიან მიჭირს შენგან შორს ყოფნა. მე ვარ შენგან შორს. რამდენი ხანი არც კი გვისაუბრია. შენი აზრით ეს ნორმალურია? იცი რისი გადატანა მომიწია. მართალი ხარ. ველოდი რომ ყველაფერი ერთ დღეში გამოსწორდებოდა. უმდგომარეობაში მარტო დაგტოვე. მაგრამ შენს გამიგექთ ხო? ყველაფერი ერთდროულად მოხდა. ძალიან დავიღალე. Çok kolay. ძალიან მარტივად თქვი ჩემზე უარი.
ცოტა მეც ხომ უნდა გამიგობენო. ეს არ დავიმსახურე. არასწორად ვიქცევით. ორივე. მაპატიე? მე გაპატიე. შენ? დიდი ხანია. ონურ, რა მოხდა? არჩევნებში გაიმარჯვე? გავიმარჯვე. მშვენიერია. თუ გიბის ახალ პრეზიდენტს ვესაუბრები? მაშინ გილოცავ. ბოლო თორა საჭიროა ხომ იცი ეს ფორმალური არჩევნები იყო. მერი რა? ჩემი სახელითაც მიულოცე. ბერუნს გილოცავს. მართლა? დიდი მადლობა. მიხარია რომ შენ გვერდითაა. დროებით. არა არ მოუწია. არ ვიცი დედა არ მოუწია მეთქი. ნუ მაგიჟებ. მამას მოცემულ ფულს ყოველთვის გიგზავნიდით ხოლმე. ვერ მეტყვი. კითხო დედა ჩემს ფულს რატომ არ უგზავნი მეთქი? დედა კმარა გთხოვ. კარგი დროებით. რა მოხდა ფიოსონ? არაფერი. დედა შენისთვის ფული არ გაუგზავნია? ალბათ დაავიწყდა შვილო. შევახსენებ. არ შეწუხდა დედა. ალბათ მამა დედა ჩემს ფულს აღარ გაუგზავნის. რატომ? ასე. მის თვალში ფასი დავკარგეთ. ხომ ხედავ? ქალბატონი შაჰრაზადის შვილს სასახლეს უტოვებს. დედა ჩემს კი სახარჯო ფულის მიცემა შეუწყვეტა. ფიოსონ. აი ასე. ხომ ხედავ რომ გიგებ? ბატონო ბურჰან. გისმენდა დიდე. გწვენოდეს ბურჰან. ბოლო დროს ძალიან გულმავიწყი გახდი. რა ხდება რა დამავიწყდა? ფიოსონის დედამ დარეკა. სახარჯო ფული არ გაგიგზავნია. როგორ არ გაუგზავნე? ფული განის მივეცი რომ გაეგზავნა. ეთყობა არ გაუგზავნა. გთხოვ ბატონო ბურჰან, სასწრაფოდ მოაგვარე ეს საქმე. ფიოსონს საალბარაკოს ნომისცემ. ნუ ველა, ახლავე მოვაგვარებ. საღამოს შევხვდებით. ფაიდარ, რატომ აქვს ზოგს ეტიკეტი, ზოგს კი არა? ზოგიერთი მოდელი ბაზრობაზე იგზავნება. რას გულისხმობ? ეტიკეტიანი მოდელების სერიული წარმოებისაა. ესენი კარგი ხარისხის წყავის გამზადდება, ამაზე უფრო მეტი ქსოვილი იხარჯება. ანუ ძვირფასია, გაიგე? განი. ისმენთ ვიძია ბურჰან? ფული რომ მოგეცით დედა შენისთვის არ გაგიგზავნია? დაუგზავნე ვიძია ბურჰან. შესტომით სხვა ანგარიშზე ჩავურიცხე. ხვალ მოვაგვარებ. ყველაფერს გამოვასწორებ. დედა შენს ფული აღარ ქონია, ასე როგორ შეიძლება? დაუგზავნე ვიძია ბურჰან. ნუ ნერვიულობთ. ახლავე გაუგზავნე. მერე კი დაურეკე და შეატყობინე. კარგი ვიძია ბურჰან. ფაიდარ, ქარხანაში უნდა წავიდე. კარგი ბატონო ბურჰან. ნახვამდის. სემადორმაზი სამსახურიდან წასულა. რას ამბობ? ნეტაბრატომ? არ ვიცი. იმ ამბის შემდეგ გადაწყვიტე სამსახურის დატოვება. თქვენი აზრით ამ საქმეში ვინმეს ხელი ხომ არ ურევია? ვინ იცის? დროებით ბატონო ზაფერ. ნახვამდის. მადლობ. მინდა შენი გამარჯვების აღსანიშნავად ხვალ საღამოს ვახშამი გავმართო. არ გინდა დაიდასევალ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. რას ამბობ ონურ? შენთვის და ბინიაფისთვის ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა. არ მინდა რომ შეწუხდე. რა შეწუხება? არ მაწყენინო, გთხოვ. კარგი. როგორც გინდა. ასეთი სასიხარულო ამბავი არ უნდა აღნიშნოთ? დიდი მადლობა. ასე რომ ხვალ შევხვდებით. დროებით დაიდასევალ. მეც უნდა დამსვათ?
ეს ხომ გოგოს ველოსიპედია. მერე რა? საკმარისია, მისაღებში ნუნდადი ხართ. ბაღში ისეირნეთ. დედა, კარგი რა. გაჭირდით. არა უშავ შვილო, ისეირნონ, ცოტა გაერთონ. მოიცადე. Gel buraya. მოდი აქ. Dur. გაჭირდი. განი დამეხმარე. რა კარგად მოიფიქრე ბატონო ბურხან. ნახე როგორ უხარიათ. ველოსიპედი ყველა ბავშვს უყვარს. ხომ ასეა? ასეა. დღეს როგორღაც გავართეთ. მომავალში დარც როგორ დავავიწყებთ. მამის არ ყოფნას როგორ შეეგუებიან. რა საჭირო იმას გავაკეთებთ ხალბატონო ნადიდე. რადგან უფროსები ვერ ხვდებიან როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვებისთვის. როგორც ჯობია, ისე მოვიქცევით. ხვალ შაჰრაზადთან მიდიხარ? იმედია წავალ. ეთქვი? თუ შესაძლებლობა მომეცემა ვეთყვი. ავუხსნი, რატომ არ უნდა ვუთხრა? ეს რა არის? გახსენი. ამათვისა. ჯანსა. ალი კემალ. არ იფიქრო რომ შულებს დაგაშორე. ამას თუ იფიქრებ ძალიან მეწყინება. მოდი. ვის მოპატიჟებას აპირებ? ხალხ მრავლობა საჭირო არ არის. არა ძვირფასო. ახშამი ვიწრო წრეში გაიმართება შენ, მე, ონური, შაჰრაზადი, ქერემი. ქალბატონი იასემინი, ბატონი ზაფერი, რა თქმა უნდა მეუღლესთან ერთად. კარგი იქნება. რამდენი ხანია ქალბატონი გულისთანი არ მინახავს. ბენუც და მელიქიც მოვიპატიჟე. რატომ დაპატიჟე? რატომ არ უნდა დავპატიჟო? მეგონა ბენუს არ ელაპარაკებოდი. არა, ველაპარაკები. სევალ, სწორად იქცევი? რა თქმა უნდა. კარგი, როგორც გინდა. სიმართლე გითხრა გამიკვირდა იმ ფოტოების შემდეგ ბენუს რომ ელაპარაკები. შეიძლება ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს ფერიდა. ჯერ მოვუსმინოთ და გადაწყვეტილება ისე მივიღოთ. რა თქმა უნდა. მაგრამ საფიქრალი არაფერია. ფოტოებზე ყველაფერი აშკარად ჩანს. ქერემს ველაპარაკე. ყველაფერი ამიხსნა. დარწმუნებული ვარ ასეა. როცა კაცს ქალი უყვარს, ცდილობს ყველანაირად გაამართლოს. თუ ისე უყვარს რომ მას ამართლებს, მაშინ მისთვის ძალიან ძვირფასი ყოფილა. მირჩევნია შვილს დავუჯერო ვიდრე ჟურნალში დაწერილ სტატიას. როგორ ჩანგინდა? მაგრამ ვერ ვხვდები სევალ. შენ არ ამბობდი მთავარი ის კი არაა მერი სიმჯერა, არამედ ხალხი რას იფიქრებსო. ცხოვრებაში ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია. ზოგჯერ სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. ყველაფერი ისე არაა, როგორც ეს ჩვენ ახალგაზრდობაში იყო. ახლანდელი ახალგაზრდები სხვანაირად ცხოვრობენ. უნდა გავუგოთ. თან შვილის დაკარგვა არ მინდა. იმდენი საქმე გვაქვს შაჰრაზად მეშინია. თავი რომ ვერ გავართვართ შორტყვებით. რატომ უნდა შორტყვეთ საყვარელო? თავს არ უზოგავთ, ბევრს მუშაობთ. მართალი ხარ. ბოლო ძალიან გამოფიტული ვიყავი. შენ რომ არ დამხმარებოდი, არ ვიცი რა მეშველებოდა. ჩემ ცხოვრებაშიც ყოფილა პერიოდი, როცა არაფრის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ მეგობრების დახმარებით დავდექი ფეხზე. მომავალშიც დაგეხმარები, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. მორჩა პირადი გრძნობები ხელს არ შემიშლის.
პირადი გრძნობები ვახსენე და აი, გარეკა კიდეც ბატონი ქერემია, ხო? ალო? სათხარ. ჰოლდინგში ვარ, მუშაობთ. ისევ. შევში მუშაობას. გვიანია. წამოდი გელოდები. ახლა ვერ მოვალ ქერემ, მართლა. როდის დაამთავრებ? ალბათ გათენებამდე მოგვიწევს. მართლა? ესე იგი ვერ შევხვდებით. ამაღამ აპატიებთ, ხო? არა უშავს. შაჰრაზადმა მოგიკითხა. ჩემგანაც გადაეცი მოკითხვა. კარგი დროს აღარ დაგაკარგინებთ. წარმატებას გისურვებთ. ნახვამდის. რატომ არ წახვედი? მე გავაკეთებ ყველაფერს. სისულელეს ნუამბობ. ხომ ხედავ 2 წლის ვასწრებთ. თქვენ ხომ ცოტა ხნის წინ შერიგდით. არა უშავს. რადგან შევრიგდით, სულ ერთად ხომ არ ვიქნებით. გადავწყვიტე ქერემის ზედმეტი ყურადღებით არ შევაწუხო. მიხარია რომ შერიგდით. მეც არ მჯერა ქერემმა მაპატია. შეცდომა დაუშვა შაჰრაზად. მისი ძმა მოროკოში დაიჭერეს ბატონ ონურს ესროლეს. აქციების ფასი დაეცა. და მაშინ როცა მხარი უნდა დამეჭირა და დამემხნევებინა პირიქით მისგან ველოდებოდი ყურადღებას. ბენო საყვარელო შენ არაფერი დაგიშავებია. კარგია რომ შერიგდით, ნუ დარდობ. ბედნიერი უნდა იყო. ცუდად გამოიყურებე. იმიტომ რომ ცუდად ვარ. რატომ? ეს როგორი შერიგებაა ძმაო? ბენუს შეურიგდი. არ უნდა გიხაროდეს? მე და ბენუსთან შერიგება შველოდეს ჩემს დარდებს. დაუჯერებელია. ისევ ის ამბავი? ალს, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი უახლოესი მეგობარი შეუყვარდა. რა ბედი მაქვს? რას ვიზამთ? ასეთია ცხოვრება, ძალიან უცნაური. ცუდად ვარ მე ერთ. ვერ წარმოიდგენ რა ცუდად ვარ. შაჰრაზადს ვერ ვივიწყებ. ონურს კი თვალებში ვეღარ უყურებ. რატომ გაიღვიძა ისევ ამ გრძნობამ? ხომ თქვი რომ დაივიწყე ის ქალი? როგორ დამავიწყდებოდა? არასდროს დამვიწყებია. ცდილობდი ჩემს თავს ვარწმუნებდი, ვეუბნებოდი რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს წარმოუდგენელია. ძმაო, არ ვიცი რა გითხრა. მართლაც მდგომარეობაში ხარ. ძალიან ძნელია. ასეა. მალე დაქორწინდებიან. ქორწილის დღეს დანიშნეს. ჩემი მეგობრის ქორწილში ხელის მომკიდე უნდა ვიყო. ველდებული ვარ. მერე გაღიმებულმა ბენუ უნდა გავაცნო საზოგადოებას. ისე უნდა მოვიქცე თითქოს მიყვარს. კითხავენ თქვენ როდის დაქორწინდებითო? გულია. რას ისამ ცხოვრება ასეთია ქერემ. არასდროს არ იცი წინასწარ რა მოხდება. ესე იგი, შენ ამბობ რომ შეიძლება სასწაული მოხდეს. შეიძლება შაჰრაზადმა ონურზე უარი თქვას და დაშორდნენ. სისულელეს ნუ ამბობ. სასწაული ის იქნება შაჰრაზადის დავიწყებას თუ შეძლებ. ან ბენუ შეიყვარებ გულწრფელად. გინდა მე გაჭამა საყვარელო. დავიზარდე ბებია, მე თვითონ შემიძლია ჭამამ. როგორ გაიზარდა ჩვენი ბიჭი? მალე კანი თვითონ შეძლებს ყველაფრის გაკეთებას და მეც უმუშევარი დავრჩები. რას ამბობ? კანი სკოლაში წავა. მე რა უნდა გავაკეთო? შაჰრაზადის მადლობელი ვარ, კარგად მეკცევა. ჩემზე ზრუნავს, მაგრამ მანაც რაკნას. გაჩვენდი ამას ნუ ამბობ მიხრიბან. უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს შაჰრაზად. ბაქოში ბევრს მუშაობდი. თუნდაც საათობრივი სამუშაო ყოფილიყო, უარს არ ვამბობდი. დამით არ ვისვენებდი. თავის დროზე ხომ ბევრი იმუშავე, ახლა უნდა დაისვენო, მართალს არ ვამბობ? რა თქმა უნდა. ეს სააგენტოდან გამოატანეს კურიერს. ალბათ მოსაწვევებია. მართლა ლამაზია. შენი აზრით ყველაზე კარგი მაინც რომელია? ვერ გეტყვით. გადაწყვეტილება იმან უნდა მიიღოს, ვისაც უშუალოდ ეხება ეს ამბავი. ხო, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს ფილდებს. მე თუ მკითხავთ, ყველა ძალიან ლამაზია. საუკეთესოს ქალბატონი შაჰრაზადი შეარჩევს. ნუ ნერვიულობთ. აბა ის რა არის თუ გამოიცნობ? ვაშლი. არა. კაქტუსი? ნახე. შაჰრაზად. რაღაც უნდა გითხრა შველა. გისმენთ.
შენ ჩვენი შვილი ხარ, თუმცა სამწუხაროდ გვიან მივხვდით ამას. შენც იცი. ვიცი, როგორ არ ვიცი. ახლა კი სხვა ოჯახში უნდა შეხვიდე როგორც რძალი. ამერიდან შენი გადასაწყვეტია ჩვენს ნახვას მოისურვებთ თუ არა. საერთოდ გვექნება თუ არა ადგილი შენს ცხოვრებაში. ამას უკვე შენ გადაწყვეტ. გთხოვთ ასე ნულაპარაკობ, თორემ მეწყინება. როგორ შეიძლება? გაანი თქვენი შვილიშვილია. როცა მოგინდებათ მოხვალთ და ნახავთ. გმადლობ შვილო, გმადლობ. მე და ბატონმა ბურხანმა ვისაუბრეთ და ასეთი რამ მოვიფიქრეთ. არ გვინდა რომ იმ ოჯახში სადაც შეხვალ ვინმემ დაგჩაგროს ან დაგამციროს. იცოდე მარტო არ ხარ ჩვენ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით. ცხოვრება ასეთია, თუ რამე დაგჭირდება იცოდე რომ ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვის. ეს არ დაივიწყო შვილო. მოდამ გახსოვდეთ რომ ჩვენ შენი და კანის გვერდით ვიქნებით. გმადლობთ. თქვენმა სიტყვებმა ძალიან დამამშვიდა. სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს სახლი ბაბუამ კანის სახელზე დაამტკიცა. მინდა ეს იცოდე. რას ამბობთ ეს, რატომ გააკეთა? ბატონი ბურხანი რომ აღარ იქნება კანი, როგორც მისი მემკვიდრე, ქონებას მიიღებს. ეს სახლი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. გვინდა რომ ჩვენი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იყოს და რამე უთანხმოება არ მოხდეს. ყველას ეცოდინება რომ ეს სახლი კანს ეკუთვნის. დაწყნარდი შვილო, ბაბუამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩემო ძვირფასო, მინდა სულ ბედნიერი იყო. ჩემო საყვარელო. ნებრელად მიირთვით. დიდი ბრძოლა გამოიარა იმისთვის, რომ ონური თავმჯდომარე ყოფილიყო. სულაც არა. როგორც კი ვთქვი, თავმჯდომარე იქნება, მეთქე ყველა წამოდგა და ტაში დაუკრა. იმიტომ რომ ონურთან სხვებს შანსი არ ქონდათ. შარში გამხვიდეთ, შარში. განსაკუთრებით შენ. სწორად მოვიქეცი. კარგი, მაშინ გაუმარჯოს ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ონურ აქსალს. ამ საღამოს კანი რომ სახლში დატოვე ხომ არ გაგინაწყენდა? არა. ძალიან კარგი. ესე. ბენო. პირი არაფრისთვის დაგიკარებია. რატომ არ ჭამ? უკვე მივირთე, გმადლობთ. არ მოგეწონა? პირიქით ყველაფერი ძალიან გემრიელია. ბატონო ზაფერ, ქალბატონი გულისთანი რატომ არ მოვიდა? უნდა და წამოსვლა, მაგრამ ვერ მოახერხა. გაზაფხულის ალერგია აქვს. თავს შეუძლოთ გრძნობს. მართლა? ძალიან მწუხარ. გმადლობთ. სხვა დროს აუცილებლად წამოიყვანით. რა თქმა უნდა. გმადლობთ დედაცევალ, თქვენი დამსახურებით შესანიშნავი საღამო გავატარეთ. პირიქით მეგიხდით მადლობას. ჩვენ ცხოვრებაში იშვიათია ასეთი ბედნიერი წუთები. გვინდა მეტი დრო გავატაროთ ერთად, ხომ ასიაფერიდე გეთანხმები? მალე ქორწილში შევხვდებით. ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს დღე. ღამე მშვიდობისა, სევალ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა, დედა. ღამე მშვიდობისა. İyi geceler. ნახვამდის. İyi geceler. ღამე მშვიდობისა. İyi geceler. ნახვამდის. İyi geceler. ნახვამდის. ნახვამდის. დედაშენს ველაპარაკე ამ კვირას მის მკერავთან წავალთ. არ ხარ ვალდებული რომ თავი მოვაწონო დედაჩემს. თუ არ გინდა მის მკერავთან წასვლა? Niye böyle bir şey? ასეთი უმნიშვნელო რამის გამო რატომ დავატკინა გოლა? თანაც დედაშენი ის ადამიანი არ არის, რომელიც თავის აზრს თავზე მოგახვევს. ქალბატონმა სევალმაც მითხრა, რომ კარგი მკერავია. როგორ გამიმართლა? წინ დახედული და ჭკვიანი მეუღლე მეყოლება.
Ქორწილის თაობაზე უკვე ელაპარაკე სასტუმროებს. ამაზე ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. სად მივდივართ? უნდა მოგიტაცო. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. მოგესალმებით. მოგზაურობით. აქ რატომ მოვედით? შენი ცხოვრების ყველაზე ბნელი ღამე აქ გაატარე. მინდა ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე აქ აღნიშნოთ. ონურ. გთხოვ, წამოდი. მოდი. მობძანდით. ოდის გიხდით და გვაგვიანდა, დრო ვერ გამოვნახეთ, რომ უფრო ადრე მოვსულიყავით. რას ბრძანებთ, ბატონო ონურ, არა უშავს. მოგწონს? თქვენთვის ნიმუშები მოვამზადეთ. მორთულობა, სერვისი. რომელ ფერსაც შეარჩევთ, იმის მიხედვით მორთავთ საქორწილო დაბას. ტორტი შეგიძლიათ კატალოგიდან შეარჩიოთ. დრო თუ გაქვთ, შეგვიძლია მენიუზე შევთანხმდეთ. ამაზეც აუცილებლად ვისაუბრეთ. გთხოვთ. ხედავ იმ კებებიდან დავეშვებით. ასე ნელ-ნელა გავევლით დარბაზში. ცერემონიის მაგიდას იქ დადგამენ. ცოტა გავლა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, თან ახლა იქნება. ხო, პასუხს ველოდები რაიონის გამგებლისგან, რომ ცერემონიას ის გაუძღვეს. მართლა? ხო, ბუიუქშექიდის გამგებლისგან. სინამდვილეში დამთავრდა, მხოლოდ საათზე უნდა შევთანხმდეთ. ცერემონიასაც ამის მიხედვით დავნიშნავთ. ახლა რაც შეეხება პროგრამას. აქ ფორტეპიანოს დადგამენ. გვერდით ვიოლინოები, ჩელო და კონტრაბასი იქნება. 20 კაციანი ორკესტრი დაუკრავს. რა სიტყვი? ონურ, არ ვიცი რა ვთქვა. ყველაფერი შესანიშნავია. რამე შენიშნა ხომ არ გაქვს? რა შენიშნა? ონურ, ყველაფერზე გიფიქრია. ქალბატონო ნურაი. გისმენთ? ზემოთ მაგიდებს დავდგამთ არა? დიახ, ბატონო. ნაწილს შიგნით დავდგამთ. ყურადღებით იყავით, ახლო-ახლო არ დადგათ, კარგი? რა თქმა უნდა. მრგვალი მაგიდები იქნება, როგორც გინდოდათ. რამდენი სტუმარი უნდა დავპატიჟოთ? დაახლოებით 850 კაცს ვფიქრობ. 850? ხო. ბევრი არ არის? რას ამბობ? ესე ცოტა. ჯერ სტუმრების სიემზად არ არის. შეიძლება 1000 კაცამდეც გაიზარდოს. მე ბევრი არ ამყავს რომ დავპატიჟო. არა უშავს. შეიძლება ვნახო. გთხოვთ, ბატონო ონურ. მოდი დაჯიქი. კიდევ ერთხელ გადავხედავ ბიუჯეტს და დაგიბრუნებთ. დიახ, თუ შეიძლება. ქალბატონო ეშენ, ქორწილისთვის სასტუმროს ავანსი უნდა გადაურიცხოთ. მართლა? ესე იგი თარიღი უკვე დანიშნულია. გილოცავთ. დიახ, გმადლობთ. რამდენი უნდა გადავრიცხო? 50,000 დოლარი. ახლავე გადარიცხეთ. სასტუმროს ანგარიში ალბათ გაქვთ. შემოდით. გამარჯობათ ბატონო ონურ. რამდენიმე წუთი გცალიათ რომ სტუმრების სიას გადახედოთ? რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ ქალბატონო ეშენ. კარგი. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჰულიას კომპიუტერიდან პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრების სია ამოვბეჭდი. ალბათ თქვენს გნებავთ რომ თვალი გადაავლოთ. დიახ, მინდა. დაჯიქი. ეს სია საკმაოდ მოძველებულია. გთხოვთ, გაეცანით ქალბატონი შერმინი. ეს ქალბატონი შაჰრაზადია, ჩემი რძალი. გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. არ ველოდი უფრო მეტად ლამაზი ხართ ვიდრე ფოტოებზე. მართლა ასეა.
სიამოვნებით შევკერავ თქვენს საქორწილო კაბას. გმადლობთ. ქალბატონმა ჰულიამ ბოლოს როდისგან ახლა ესია. არ ვიცი, დოკუმენტები არეული იყო და ძლივ შევკრიბე ერთად. ახლა ბოლოს იასაც დავამატებთ. გასაგებია, კარგად გიმუშავე მელე. დიდი მადლობა. არაფერს. კიდევ რამე სურვილი ხომ არ გექნებათ რომ გავითვალისწინოთ? ძალიან შეგაწუხეთ. რაც ბრძანებთ, სიამოვნებით დაგეხმარებით. იმედია მალე შენი დისკორწილისთვისაც მომამზადებს სტუმრების სიას. იმედია.